ესე იგი, რაც როცა ლაპარაკობ რაღაცა წარმატებებზე და ნეგატივზე და ეხლა ნებისმიერ ხელისუფლების დროს ნებისმიერ სიტუაციაში იქნება რაღაცა ცუდიც და კარგიც, ეს არ არის რაღაცა რომ ვიღაცის დროს ყველაფერი ცუდია, კარგი. აქ თავარია ტენდენცია რა არის. ანუ ის რაც წარმატებებია დღეს. დაუშვათ არის მართლა არიან კარგი მასწავლებლებიც არიან, კარგად ასწავლიან, რაღაც ზოგიერთი სკოლა უფრო დაწინავია, ზოგი ის არის. ეს იმიტომ ხდება, რომ რაღაც ის რეფორმა რომელიც გატარდა, აი ამის შედეგია, თუ ეს არის კონკრეტული ადამიანების შედეგი. აი ეს არის კარგი კითხვა და მოდი გავხსენოთ. მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, რომ ეს არის 99% პრაქტიკულად ზუსტად ადამიანის იმ მასწავლებლის დამსახურება, იმ დირექტორის დამსახურება, რომელიც ის სკოლაშია, იმ შეიძლება მოსწავლესაც, რომელიც სწავლობს თვითონ, ანუ იმ ხალხის. ის რაღაცა ეგრე ბატონმა გიამილაპარაკა მაგალითად იგივე პროგრამები, იგივე სტანდარტები, თქვათ იგივე ძალიან მარტივ მაგალითს ავიღებ რა შემოღებულია ასეთი რაღაცა თქვათ ეცინარდებოდი თავის დროზე ამას ჯერ კიდევ როცა უმრავლესობაში ვიყავი, მაგრამ ნუ ვერ გავიტანე ეს ასე ვერანაირად. ის რომ მაგალითად ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა ისწავლება ტრიმესტრში, ყოველ ტრიმესტრში თითოჯერ. ერთ ტრიმესტრში ისწავლება ქიმია მაგალითად, მერე გავიდა მეორე, ამიტომ ჩაეტიოს ყველაფერი. მერე გავიდა მეორე ტრიმესტრში ფიზიკა, მერე კიდე შემდეგ წელს ისევ ქიმიას უბრუნდება, კი, მაგრამ იმ ქიმიის მასწავლებლებს გასულ. ანუ მორჩა ერთ ტრიმესტრში ხო და მერე კიდე ორი ტრიმესტრი უნდა ელოდოს, როდის კიდე ხელახლა დაუბრუნდება იმას. მასწავლებლის პრობლემა უფრო. არ არის ქიმიის მასწავლებლის პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიცი, ეს არის რა, ახლა გეტყვით რა არის. სამი პრობლემა. ჩვენთან ძირითადად ერთი პრობლემა არის და მთავარი პრობლემა ეს არის, რომ ჩვენთან განათლების რეფორმა. პირდაპირ სახელმწიფო პოლიტიკა, ეს არც არის სახელმწიფო პოლიტიკა რეალურად. რეალურად ეს არის ერთი სახელმწიფო ჯგუფის, აი ჩვენი ძველი ნაცნობები. მე ვაბაროკო ბატონ გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, კალბატონი თეატრი ამ ჯგუფს ეკუთვნის. ეს არის მათი ექსკლუზია. ანუ ეს არიან მთავარი გამსაზღვრელები პოლიტიკის. მეორე მაგრამ რატო ეს ხალხი პრობლემა? იმიტომ რომ პირველი არიან არაკომპეტენტური, მათ ეს ვერ არიციან ელემენტარულად, არც უნდა გაიგონ. და მერანაც ვერ უნდა სრული კონტროლი, პოლიტიკური კონტროლი ყველაფერზე და მუდმივად ცდილობენ პოლიტიკური კონტროლი. ხან პოლიციის მეშვეობით, ხან იმის მეშვეობით, ხან რაღაც ცევის კოდექსების მეშვეობით, ნუ მოკლედ სულ ცდილობენ რაღაც კონტროლი დააწეს. უნდა კიდევ მესამე რაზეც მე ვერ ხსნი უბრალოდ პარტიალ კითხავს, ეს ჩემი სფერო არ არის. ეს არის აბსოლუტურად უმიზნო ახირებები. აი უბრალოდ ახირებებია. და მაგალითად ეს სამი საგანი რომ უნდა ისწავლებოდეს ტრიმესტრში, ეს არის ახირება. ეს არ არსებობს ასეთი რაღაც. ვაუჩერული დაფინანსება, ახირებაა ეს. ეტი არაფერი არ არის, რა, იმენა ახირება ზუსტად, მხოლოდ და მხოლოდ არანაირი რაციონალური, დავხდი 1000 კითხვა. ვერ პასუხობს და ვერც პასუხობს ვერავინ, რომ რომელ ქვეყანაშია ეს ვიკითხე, ხო, მარტივად. აი, ასეთი რაღაცებიც აქვს, სულ აბსურდებთან გვაქვს სახე, მაგალითად ის, რომ ქიმიის სახელმძღვანელოში კითხვას უსვამენ ადამიანს, რომ მაგალითად რაღაც ქიმიური რეაქციებთან დაკავშირებით შეეკითხებიან, უნდა გაიხსენო ფილმი ჯარისკაცის მამა, ის ეპიზოდი, როდესაც ის გერმანელს რაღაც ვენახსენ აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით, ეს კითხვაში წერია. ერთ-ერთ სახელმწიფოში არის კითხვა. გაიხსენეთ ჯარის ეპიზოდი ჯარისკაცის მამა, რომ ქართველი კაცი როგორ გადაეფარება გერმანულ ვალს, აი რა შუაშია ქიმიას და ვინმე მგითხრას. აი ასეთი კისი. ასეთი კურიოზები ძალიან ბევრი. პროგრამები არის კიდევ საკე პრობლემა და თემის სამინისტროს ხელმძღვანელობა უნდა გითხრათ. დაკომპლექტებული პრაქტიკულად არის ეს ხალხი. განათლების სამინისტროს 7 ყველაზე მაღალ ჩინოსანი არის ბატონ გიგი თევზაძის, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი. სულ 7 დაწყებული მინისტრის მოადგილე ჟვანია და დამთავრებული იგივე ბატონი ჯანაშიატი, სულ დოქტორანტია, სულ იკითხავს ახლა ხარის. იგივე მასწავლებელთა რაღაც ორიენტაციის რაღაც დირექტორი, ცენტრის დირექტორის 7 ადამიანია ყველა უმაღლეს თანამდებობის. ანუ პრაქტიკულად ვინაა იქ მინისტრი, დღეს კიდე კაცმა არის იქ თევზაძია რეალურად მინისტრი თუ ახლობისული გვარები. ეს რატოა პრობლემა ისე? ამ ხალხს აქვს ასეთი მიგდრობა, აი რა ბატონმა გიაბრძა. მე ამას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მართლა ეხლა არ შეიძლება რომ ყველა სწავლობდეს, რა იყოს უცოდინრობა, იყოს რაღაც სახალისებული. ანუ ვიღაცა შეიძლება ჩააბაროს იქ, ვიღაცა დაწინაურდეს, მეტი იცოდეს, უკეთესი იცოდეს, ვინც უკეთესად იცის, იმას რაც უპირატესობა მიენიჭება, ბუნებრივია, ცოდნათო მეტი. პრინციპული მიდგომა. ბატონი გიგის ინტერვიუში ეს იყო ასახული შემიძლია პირდაპირ ციტატები მოგიყვანოთ. არა, უბრალოდ სტატიებში უნდა აბარებს ყველა. ამის და მიუხედავად, მას ცოდნა აქვს თუ არა. ამიტომ არ არის საჭირო სწავლა, პრაქტიკულად ასე გამოდის. ასეთი ტექნიკაა. ახლა რეკლამა. ეს მე როგორ ხოლმე უმიზნო ახირებას ისე უწოდებ. ეს და არ მგონია იყოს სახელმწიფოებისთვის კარგი. ან ოპოზიციისთვის ცუდი, ან ვიღაცის. ეს არის უბრალოდ გაუგებარი. აი რატოა? რეკლამა ახლა ჩვენ გადაცემაში რეკლამა და რეკლამის შემდეგ ყველას მოგცემ საშუალებას რომ პასუხს ასეთ. რეკლამა და დავით შაგრე.
ბარიერი კлау ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია ცხარე დისკუსიებია ხოლმე რეკლამის დროს. თქვენ მართლა რეკლამას ადევნებთ ალყურს, მაგრამ აქ ყველა საინტერესო რამ ხდება ხოლმე. სასკოლო განათლების პრობლემებზე ვსაუბრობ და შესაბამისად ველოდი კიდეც რომ ეს ცხარეთ წარიმართებოდა ჩვენ დისკუსია, ყველას გვაღელვებს, ყველას აბსოლუტურად. ქალბატონ თამარ, თქვენ დაჟინებით ითხოვდით რაღაცის. დიახ, მინდა რაღაც მე რეაქცია გავაკეთო და აი გამოვეხმაურო ბატონი დავითს, როდესაც ის ამბობდა რომ თუ რაიმე დადებითი არისო სკოლაშიო, ეს ალბათ კარგი დირექტორიაო, ეს ალბათ კარგი მასწავლებლებიო, ამ შემთხვევით იქ თავი მოიყარა კარგმა მოსწავლეებმაო და რაღაცა ეს მიზეზებია, მაგრამ მე მინდა აქ ხალხის თქვა, რომ აქ ამ დადებითში არის სახელმწიფოს ხელის შეწყობაც და ჩვენ უნდა გვავიწყდება რომ ჩვენ ვართ წამოსულები სწორედ საბჭოთა სისტემიდან, ჩვენ პოსტსაბჭოთა სისტემა ვართ, რომელმაც დაამახინჯა ძალიან ბევრი რამე გამოსასწორებელი შეიქმნა. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და ჩვენ მოგეხსენებათ, აი ბატონმა გიამადა ბრძანა, რომ საჯარო სკოლები არც უცხოეთში არ არის ისე დაფასებული, როგორც სხვა ნებისმიერი, თქვათ, თანამდებობის, თქვათ, სხვა პროფესიები, სხვა პროფესიები. და ყველგან პედაგოგი, რატომ თქვათ, ყველგან იღებს უფრო ნაკლებს, ვიდრე თქვათ ის იმსახურებს და მასწავლებლობა ეს არის მოწყდება. მე ვიცი, მაგათ ის პერიოდი, შავნელი პერიოდი, აი როდესაც იყო ეს ჩაბნელებული საქართველოს გაუბედურებული ჩვენ პედაგოგებს და ეს ყველას იმის ფულით კი არ ქონდათ რომ სკოლაში მისულიყვნენ არა მაგრამ ეს მოწოდება მასწავლებელი ეს არის არ ვიცი ნუ ალბათ აი როგორც სახელმწიფოს როლს ხარშე აი სახელმწიფოს სკოლები გალამაზდა სკოლები გარემონტდა სკოლებში არის ძალიან დიდი მსხლობა კარგი რატომ იმიტომ იცით რა, ჩვენ დავინახავთ პრობლემები, ვისაუბროთ პრობლემებზე, ეს ძალიან კარგია, პირიქით მე მოხარამე კარგზეც ხო, აი მართლა შეექმნა ზოგიერთ პედაგოგს, რომ აი ეს პედაგოგი ჩამომზადებული ბრიტანეთიდან, ამბობს რომ მხოლოდ ნეგატივია, რატომ ხო პრობლემა დია, ასე საბეთება შეექმნა. არა, დადებითიც არის, მაგრამ დავითოს ხოთაშორის ხაზი გაუსვა ამას, არ უნდა თქვა რომ ხელისუფლებას და რაიმე იმაში მოდით, რასაკვირველია, მაგრამ მანაც თქვა, იმიტომ რა შეიძლება რომ არ თქვა რომ არის დადებითი, ლამაზია სკოლები თქვა, არა? ეს აუცილებლად უნდა თქვა. მიდის ყველანაირი ცდილობა რომ ხელი შეეწყოს. აი ხა შემოვა ტრანსპორტის თქვა შეღაბათებით, თუნდაც ეს ვაუჩერები იქნება დაზღვევა იქნება. და რატომ არა? ყველაფერი ცოცხლდა, რატომ არა? ეს ამას დრო უნდა. ეს არის ცოცხალი პროცესი და საერთოდ ყველა აი პროგრამებს, ამ ვაუჩერებს, აი თქვა რაც შემოდის სკოლაში, თუნდაც თქვა აი განათლების სამინისტროსა რომელიც ზოგი თქვა დადებითად უყურებთ, აქ ცხად ზოგი უარყოფითად უყურებთ, არა? მაინც ეს ამას უნდა დრო გამოსცეს. აი ცივილიზებული სამყარო არა თქვა ის ინგლისი არა და რა გონიათ ინგლისში დიკენსის შემდეგ რომელიც ესეთი რეფორმატორი იყო არა თქვა ისო დიკენსის ინგლისის სკოლის თვითონ მას მერეც რა ბევრი დრო გავიდა დღესაც ძალიან ბევრი პრობლემაა იგივე ინგლისში აი და თქვენ მოსწავლეს ხელისაშუალება თავის თავად მოაწყო ეს ყველაფერი მაგრამ არა ხელისაშუალება ხდება აი ეს მიხარ რა ბარბაში დიახ თქვენ ქალბატონო გისმენთ თავარი რა თქმა უნდა კარგიც არის, ცუდიც არის ქალბატონო გეთანხმებით, მაგრამ თავარი შეცდომა რაც არის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის კარგი განათლების სისტემის. რატომ არ არის? იმიტომ რომ ბატონო თქვენ იცით ბიუჯეტიდან რამდენია გამოყოფილი განათლების სფეროზე? რამდენი პროცენტი ხაბან თქვენ იცით რამდენი? აი სანამ არ აიწევს ეს პროცენტი, სანამ სახელმწიფო პოლიტიკა სწორი არ იქნება განათლების სისტემის, არაფერი არ გვეშველება მაგ. და ბატონი მაგალითად მომავისა მაპატი ბატონი გიას რო ხედავ ტელევიზორში და გამოდის მე საქმეს დავტოვებ თუ საქმეს ვისმენ იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაც პროფესიონალურს მოვისმენ საჭიროს მოვისმენ იცით როგორი ხალხი უნდა გვესაუბრებოდეს და გველაპარაკებოდეს რეფორმებს პრაქტიკულად ვინც იცის ეს საქმე და ვისაც რაღაცა წვლილი შეუტანია ამ საქმეს განათლების სამინისტროში შეიჟვანი ვერავის შევაბით დღეს მე წექა გავიმეორებ რა ბატონო განათლების მინისტრ ერთხელ მოვისმინეთ არ მოსწორი ხარ ბატონო ადგმირ ვინმე ჯილდოები გვინდა ადგმირობა გვინდა ამდენ ხანს მუშაობთ და კიდევ ვიმუშავებთ იმიტომ ვიყვართ ჩვენი საქმე და ვიმუშავებთ ერთხელ თქვა რომ მასწავლებელია თავარი ფიგურაა და ბატონთია მიწუჩი მინისტრის კრიტიკა დაიწყო არა მასწავლებელი და მოსწავლე დიახ მასწავლებელი და მოსწავლეა ამოსავალი მე პატარა რეპლიკა ვიტყვი ძალიან პატარა რეპლიკა მითხრა თავისთავად პრინციპი რომ მოსწავლე არის თავარი არის აბსურდი იმიტომ რომ მოსწავლე და მასწავლებლის გაყოფა არ შეიძლება მოსწავლეს თავარია მასწავლებლის თავარია რა შეიძლება ასე ვთქვა რომ მარტო მოსწავლე თავარია არავინ არ ყოფს ამ შემთხვევაში ამას კონკრეტიზაცია მე რომ მოყვება მე ამას ყოველთვის მოყვება დამახინჯებები
თქმა უნდა, რაც ითქვა მინისტრმა, მე არა ვარ დიდი თაყვანისმცემელი ისიც, ახლა პოლიტიკური ოპონენტია. ბატონი გვარია, მაგრამ რა თქმა უნდა, მასე რაც მე მგონი აქ უფრო გულისხმობდა იმაზე, რომ მატერიალური ისულა მოემართოთ და რაღაც ასეთი მომენტები უფრო და შეღავათები ეს მიზაღებია თავისთავად. მაგრამ თავისთავად ეს არის გამოყოფა. მოსწავლეს და მასწავლებელს არის